Bonjour, ყვარა, როგორ ხარ? ხო ხარ ნახევარფინალში? კი, ჟორჟ, მადლობა მოკითხვისთვის, მაო, შენ როგორ ხარ? Merci. ვარ რა ტრაპზონის კაჟებივით. ასტონ ვილასთან რამდენი ჯამაათი ესწრებოდა სტადიონის ავზე იყო ყოჩა. ჩაკვეციყო ხო დამსწრე საზოგადოება? კი, ჩაკვეციყო. ის ევროპა ლიგის ჰიმნი რომ ჩაირთვა, ჩაკვემ ხوار გაკიშაყირა. არა. უბრალოდ შეეშალათ, უნაიემერის სულ მაგას ურთავენ ხოლმე და. ხო, გასაგებებია. გილოცა ვისე ლიგა 1-ის ჩემპიონობას, ჩემთვისაც მალე მოგელოცოს. გაიხარე ჟორჟ, მადლობა. შენთვისაც მომელოცოს, ოღონდ ჯერ ევროპა ლიგის ჩემპიონობა. ემზადები ისე თამაშისთვის. კი, დღე-დაღამე ლუკმაპურის შრომაში ვარჯიშობთ. წითელ წვერებს უნდა გავუტანო. თუ ეშმაკებს. არა, ეშმაკები ფერგის დროს იყო, ეგ დრო წარსულმა თან წაიღო. თან განდაგანა უდგათ კარში. რა განდაგანა, ონანა ბიჭო. ხო, ეგ განდაგანა შევარქვი განზე რო ვერ ხდება და. ეგ ისე მართალია. ვიდეო ვნახე შენი და შერკის ქართულს მართლა ასწავლი? კი, ასწავლეს, ოღონდ ცოტა ჯახირობს ჭირ. ეგ არაფერი კაცო ისწავლის. მის მიერ რთული შეხვედრა გელოდებათ ისე გასვლაზე თამაშობთ. კი, მაგრამ მანჩესტერი ამ საიტს წაგებით უნდა მოეკიდოს. ხო იცი ამ ტურნირის მოგება ერთადერთი შანსია იუნაიტედისთვის რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ. კი, ვიცი, მაგრამ ზღაპრის ბოლომდე უნდა მივაწვეთ. რა ვიცი, მაგარ ფორმაში ხარ და აბა შენ იცი რა ძალიან გულშემატკივრობ. სურიკოს არ უთხრა ოღონდ. ვეთყვი შპიონი გოლუბინი ვარ. ყური მომიგდე. ტრებლის მიზანი გაქვთ ხო მიზანში? კი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო და ტრებს არ დავეძებ. არ დაეძებდი ლა თუ ბინდია. შენ ევროპა ლიგას რომ მოიგებ და მე ჩემპიონთა ლიგას ერთად აღვნიშნოთ მერე. შენ პურს მარილი. კაი ჟორჟ, წავედი და წარმატებები შენს გვერდით მიგულე. ხო, მეც შენ ვიდეოებს რაც Facebook-ზე ხვდება, ყველაფერს გიგულებ. აბა ნახვამდე. ევროპა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში ჟორჟის ლიონი ოლტრაფორდზე მანჩესტერს ესტუმრება. პირველი შეხვედრა ლიონში ფრედ 2-2 დასრულდა. სადაც იუნაიტედის მეკარე ონანამ ისეთი ბურთები გაუშვა, ლიონის მაისურით რომ ყოფილიყო მატჩის MVP გახდებოდა. ამ გუნდების პირველი შეხვედრის შემდეგ მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმიმ გუნდის მეკარე ონანა დაიცვა. მასზე მეტი შეცდომა მე დავუშვია. მართალი ხარ რუბენ? ორს აგერ მეგეთქე. პირველი, მანჩესტერში რომ მოხვედი და მეორე, რომ არ მიდიხარ. ამ შეხვედრამდე ლიონმა ლიგა 1-ში სტუმრად ოსერი დაამარცხა, სადაც ჟორჟმა პენალტი გამოიმუშავა, თავად გაიტანა, შემდეგ კი ლაკაზეტისაც გაატანინა. მატჩის შემდეგ მისმა გუნდელმა შერკმა ქართულად თქვა ამარჯობაო, ჟორჟმა კი შეუცვალა არა გამარჯობაო. მოკლედ ამ ბიჭს უყვარს ბომბარდირიც, ასისტებიც და პედაგოგიც. გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკა შოფერ ჰოფერთან ერთად. მანჩესტერი და ლიონი ევრო ტურნირებზე 5 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 2 ჯერ მანჩესტერმა მოიგო, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მანჩესტერი თამაშის საშუალოდ 6 ჯერ ურტყავს კარში, ლიონი კი 12 ჯერ ჯარინდება. მანჩესტერი თამაშის საშუალოდ 6 კუთხურს აწვდის, ლიონი კი 2-ზე ნაკლებჯერ ხვდება თამაშგარეში. ჩემი პროგნოზია კი ორივე გუნდი გაიტანს გოლს. როგორც იცით, პირველი შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა და ყველაფერი თავიდან იწყება. ეს მანჩესტერისთვის ბოლო შანსია რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს, თან სახლში თამაშობს და რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს რომ გოლი გაიტანოს. თუმცა ლიონი მიუხედავად იმისა, რომ გასვლაზე თამაშობს, ჩემი აზრით ისარგებლოს მანჩესტერის გარკვეული პრობლემები, რომელიც მას დაცვაში აქვს და ვფიქრობ, რომ მინიმუმ 1 გოლს ლიონიც გაიტანს. ჩემი პროგნოზია მეტი კუთხური. ორივე გუნდი ძალიან აქტიურად იყენებს ფლანგებს და წინა შეხვედრაშიც ამის ხარჯზე მეტი კუთხური წამოვიდა. არ მგონია ამ შეხვედრაში რომელიმე ყრუდაცვაში ჩაჯდეს, ვფიქრობ ორივე შეუტევს და შესაბამისად იმ ფლანგის შემტევების ხარჯზე ლოგიკურად მეტი კუთხური უნდა წამოვიდეს.